მე თქვა გაგახარო გაგაზრდეროთ კვლავ მინდა რომ ისევ და ისევ სიყვარულში გავზრდებით როდესაც ვიღებ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიმესრებ თვითონ ასე პრიმიტიული შედარება მაგრამ მახსოვდება ერთი იგავის შემთხვევა როდესაც მასწავლებელმა ვაშლი შემოიტანა ბავშვებთან და უთხრა ეს რა არისო რა არისო ზოგმა უთხრა ეს გვალი რაღაცა ხილია ზოგმა უთხრა ეს რაღაცა ყვითელი ფერის რაღაცი ლამაზი ნაყოფია ზოგმა ასე შემდეგ და შემდეგ ერთმა მოწაფემ უთხრა მომეს ერთწუთი მასწავლებელი ხელში ერთწუთი გავსვი ნახა გამორთო და შეჭა მოკმიჩა ესო ვაშლიერი ყველაზე სწორი პასუხი ამ ბავშვმა გამცავა ანუ სანამ არ შეჭამ სანამ არ გემოს არ გავუსვი სანამ არ მიიღებ სანამ არ ნახავ მის არს ვერ შეიგზნო განიხარა მასწავლებელმა და მოწაფეებმაც რამეთუ ყველაზე სწორი პასუხი იმან მისცა ვინც აშკარად მიიღო და გახსნა თავის თავში ანუ სურვას როგორ ისწავლი კაბინეტში დამჯდარი სერიოზული 500 გვერდიანი სახელმწიფოს რომ მოგცეთ 1000 გვერდი არც აქვს რაღაცა სურვის აი როცა წყალში ჩავარდები ხელი და მაგრო გაიქ მერე და როცა ჩავარდები ფეხი და ქარა ფეხი უნდა გაამზრო თორე ჩაიძირებ და ასე მერე და ზევით ამოიწიო რაღაცა საინტერესოა ეს ადამიანის სურვას ისწავლის მე გონი წყალში ჩავარდება ძალიან გაუჭირდება მაგრამ ისესაც ამის შესახებ სახელმწიფო არ გადაუშლია მაგრამ ცოტა წყალში შევიდა ცოტა წყალის გადაღლაბა ცოტა ფეხი გაიქნია მაგრამ სქერს ვერ შეეხო მაგრამ შიში მისი დაეცა მას რომ ვაიმე ვიზირებიო მაგრამ ამავე დროს გაიხსენა რაღაც პირველყოფილი თავში ჩადებული რაღაცა ინსტინქტები და ამოტივები და მე ესე ვთქვათ ზამხმარე მასწავლებელი შეეწია ასე შემირდა და ასე შემდეგ გალუმპულმა და შეშინებულმა ბოლოს და ბოლოს ისწავლა ცურვა და გავიდა ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მდინარეში და უნდა ისწავლა თავარი კიდევ ერთი იგავი მახსენდება როცა ბორანზე რავალი ერთი რამდენიმე სავლული იყო და ბორანს მართავდა ის მათ შორის შვიდად ბორანი მიყავდა მაგრამ ამავე დროს ამ დროს რაღაცა წამოედოს ბორანი და გასკდა ეს ბორანის ძირი თუ რაღაცა დაიწყო ჩაძება ანუ მანამდე ესენი თბილად საუბრობდნენ იმის შესახებ რომ აი შენ რა იცი მე მათემატიკა ვიცი სიბზნე უამრავი საბუნების მეთხოვების ცნობანი შენ იცი ესო ბორანის მართლაც ეკითხა ბორანის სამყაროს ისაც მიყავს არო მე არ ვიცი ძალიან ბევრი დაგიგარგოს მე მეორეს ეკითხა ეს ხდება იმ ბორანის გახეთქა ძირის გაკრომოგლიჯო მე აი ხელოვნების ისტორიაში ვერ ყვევი ფილოსოფიაში და მათი შედარების შედეგად ანალიზს ვაკეთებ და სინთეზსო და ასე შემდეგ და შენ ეს იციო ესე რაღაცა იციო არა ძალიან ბევრი დაეკარგოს და ბორანის რო გასკდა ეს გავაგზავნე შემდეგ სხვა დიალოგებიც იყო დაიწყეს ჩაძირვა ცურვა არ იცით თორე არც ერთმა ვინც ამ კითხვებს უსვამს ცურვა იცითო? არა, ძალიან ბევრი რამე დაგიკარგა. თუ კიდე ახმარა ხე გამოიყვანა ბოლოს გასულები იყვნენ ფონს, მაგრამ თავარი უნდა იცოდე ადამიანმა, ანუ ცხოვრების საკითხი უნდა იცოდე. რაც თავარი, ჯერ, თქმა უნდა, უამრავი რამ უნდა იცოდე, ჯობია, რომელი ჯობია, ბევრი რამე იცოდე ცოტაზე თუ ცოტა რამე იცოდე ბევრზე. ორი ასპექტია გამოც კიდე. ურმოყრით ხსმენია ძალიან ბევრ რამეზე და ვაკეთებ ანალიზს, მაგრამ სინთეზს ბოლომზე ვერ უკეთებ თუ ძალიან ბევრი რამე ვიცი ერთზე და ისე გავაანალიზე რომ დანარჩენების შესახებ არაფერი ვიცი და ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ და ჩემი ცოდნა ფრაგმენტულია. არც ფრაგმენტულობა ვარ გაცალკე და არც ის რომ შენ ვერ დააკავშირო შენი ცხოვრების
მოვლენები ერთმანეთთან და აზრი მათი ანალიზი და დისცილატი ვერ გამოიტანო. ამიტომ ძალიან ბევრი დაგვიკარგავს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უფლისწულისა იესო ქრისტეს სწავლება არ ვიცით და მისი ცხოვრების სიცოცხლის გზაზე სიამოვნების აქსიომები, თეორემები, ფუნდამენტი და ასე შემდეგ, არ ვიცი მათემატიკური ენით რო ვთქვა, ასე შემდეგ, თავარი ჩვენი ცხოვრების განტოლების ამონახსნი არ ვიცით, რაც ჩვენი უფალი, ჩვენი იესო ქრისტე არის, ჩვენი ცხოვრების თავარი ამონახსნი. აი ეს თუ არ ვიცით, დანარჩენი ყველაფერი კარგია, მაგრამ ჯერ მთავარი იცოდე, ამის თქმა მინდა. და მერე დანარჩენი ყოველივე მოგეცემა შენ. ამიტომ არის ნათქვამი, ეძიებდეთ საზღვაოცა სათასა და სიმართლესა მისსა. დანარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ, მოიძღობდეთ, ეძიებდეთ და მოგეცემა. ჩვენ ცოდვილები ხოლმე ვერ ვიქცევით ისე, მაგრამ ხანდახან ჩვენც მოწყალენი ვართ ხოლმე. ქვას ვიმეცებთ ახლა ვინც პოსტკოლს და გველს ვიმეცებთ ვინც თევზს ხოლს. ეს ჩვენ ვიცით და ზეციორმა მამამ არიცის, რომელიცაც ევედრები შენ და შენ რო ითხოვ ის არ მოხდეს, მოიძება ეს პრეხელება იქნებოდა, ამიტომ ვითხოვოთ და მოგვეცემა ჩვენ ვეძიებდე და ხოვოთ და დღევანდელი ზიარებაც ამის საწინდარია. რადგან თქვენი მიღებული ხორცი და სისხლისა ჩვენს იესო ქრისტეს ყველა გზას ხსნის და ყველა სათხოვარს თავის პასუხს აძლევს. იმიტომ რომ უპასუხო უფალი არ არის, უფალი არის პასუხებელი ღმერთი, დამოძღვრე მამაზე და სულიწმინდა, რომელსაც დიდებასა და თაყვანისმცემელს აღუვალოთ, მამისა და ძისა და წმინდისა სულის ას და მარეთ და ეთერქებულისამდე. ამინ.